ძალიან მნიშვნელოვანი გამოსილება, ძალიან დიდი გამოსილება მივიღეთ. პირველ რიგში ეს დაგვეხმარება მომავალ კარიერაში და დღევანდელ ჩვენს თამაში, მაგალითად როგორც ახლა თამაშობთ ფეხბურთს და ამ სეზონს როგორ ჩავატარებთ. ნიკოლოზმა მოახერხა გოლების გატანა მეტოქის კარში, ცნობილი გუნდების წინააღმდეგ გატანილი გოლები, ცნობილ თანაგუნდებთან ერთად აღნიშნეთ და თქვენთვის რამდენად ემოციური იყო იქ გატანილი გოლები, საინტერესოა. თავიდან როცა გავიტანე გოლი, ჩაოლებრივი ამბავი იყო ჩემთვის, იმიტომ რომ 1-0-ს ვაგებდით და მხოლოდ ანგარიშზე ვიყავი გადაწყობილი და მე დრო და დრო როცა გავიტა, ანუ გოლი როცა გავიტანე, მე გავიაზრე დრო და დრო საათ დროის და რა ვითარებაში გავიტანე ეგ გოლი და ძალიან გამიხარდა და ანუ ბევრი ხალხი მიყურებდა ძალიან და ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის ეგ. ჩვენ ვახსენეთ ვარსკვლავები, გამბიასო, ზანეტი და ასე შემდეგ, მათთან ერთად ასევე იყვნენ ვაიდენფელერი, ლუსიო, მარკიზიო, ბარძალი, ტრეზეგე. აი ასეთ ფეხბურთელებთან ერთად მოგიხდათ ტურნირზე გამოსვლა და საინტერესოა თქვენ ყველაზე მეტად რომელს გამოარჩევდით, ისინი როგორ დაგხვდნენ და მათთან ურთიერთობის პროცესი რამდენად საინტერესო იყო თქვენ. მე ყველაზე მეტად გამოვარჩევდი კამბიასოს, რადგან თუნდაც დახვედრისას და თამაშისას კამბიასოსთან ყველაზე მეტი ურთიერთობა მქონდა, ყველაზე მეტი შეთამაშებაც მქონდა და ყველაზე მეტ შევასაც ისმაძლევდა. სხვა ლეგენდებიდან კი ლუსიო ძალიან მაგარი იყო, ძალიან მაგრად თამაშობდა, რა თქმა უნდა. კიდევ ზანეტის მიუხედავად ასაკისა ისე ძალიან მაგარ ფორმაში იყო და ზოგადად მათი კომუნიკაცია ჩვენთან, ამ ლეგენდების, ინტერეს ლეგენდების კომუნიკაცია ჩვენთან და ურთიერთობა ძალიან უშუალო იყო, ძალიან კარგი დახვედრა ჰქონდა, ძალიან კარგი გაცნობა ჰქონდა ერთმანეთის და შემდეგშიც დამშვიდობებას კი ძალიან თბილი ჰქონდა. ასე ტურნირის შესახებაც რომ მოგვიყვეთ, ცოტა როგორც ვიცი საკმაოდ სანახაობრივი შეჯიბრება გამოვიდა, ფეხბურთის გარდა იყო იქ რაღაც შოუს სხვადასხვა ელემენტები მაყურებლისთვის და რამდენად სანახაობრივი იყო ასევე მაყურებლისთვის და თქვენთვის როგორც მონაწილეებისთვის დასამახსოვრებელი ფორმატიდან გამომდინარე რამდენად გამოდგა. ნუ ჩვენ მარტო ფეხბურთზე ვიყავით გადართულები, მაგ შემთხვევაში შოუს და რაღაცებს არ უყურებთ, გასახდელში რაღაცებს გვიხსინენ, რომ მიუხედავად იმისა, რომ წავაგეთ, იუვენტუსთვის მაინც უნდა მოგვიგო, იმიტომ რომ იუვენტუსი ამაინც და იუვენტუსის და ინტერის დაპირისპირებაზე კი. ბევრის მენია ულშემატკივრას. კი, კამბიას მოგითხრა, რომ არა უშავსო, რას თავარია ჩამოვედით ვითამაშოთ, მაგრამ იუვენტუს მაინც უნდა მოუგოთ, უნდა დავამარცხთო ეგ გუნდიო და დავამარცხეთ. კამბიასმა კიდევ ვითხრა, არა აქვს მნიშვნელობა რომ ფინალში ვერ გავალთ, რადგან იუეა ჩვენ ამის გამო უნდა ვეთამაშოთ, ჩვენ აქ მოსაგებად არ ვართ, ჩვენ აქ იმისთვის ვართ, რომ სიამოვნება მივიღოთ და თქვენ გამოცდილება მოგცეთ და თქვენ განახოთ როგორია ეს დიდი ფეხბურთელების სამყარო და როგორია პროფესიონალური ცხოვრება. ლიგაზე კიდევ იყო სკილ შოუები, იყო თამაშებს შორის, იყო მუსიკალური პერფორმანსები, იყო ფანებთან შეხვედრა, მიტინგრითი, ბავშვები მოდიოდნენ, ხელს ვაწერდით, ლეგენდებს აწერინებდნენ ხელს და კიდევ სხვა რაღაც აქტები იყო. ნამდვილად როგორც ვატყობ, განსაკუთრებული ურთიერთობა ჩამოგეყალიბდათ კამბიასოსთან, ესეც გამორჩეულიაც დაგჭებათ ამ შეჯიბრებიდან. ასევე საინტერესოა გამოხმოურება როგორი იყო და რამდენად გრძნობდით იმ პასუხისმგებლობას, რომ როგორც ვიცი, დაზოუნის ორგანიზებული შეჯიბრება, რომელიც 200-ზე მეტ ქვეყანაში გადაიცემოდა ტრანსლაცია, ამ ხრივაც რამდენად საინტერესო იყო თქვენთვის, რომ იცოდით, რომ ამდენი ადამიანი გადავნებდათ თვალს, რამდენად გქონიათ აქ ამდე გამოცდილება ასეთ საერთაშორისო შეჯიბრებაზე გამოსვლის, მიუხედავად იმისა, რომ არ იყო ეს პროფესიონალური, რაც კონდა ლეგენდების წინააღმდეგ თამაში, ამდენი ხალხის წინააღმდეგ რამდენად გამორჩეულია საპასუხისმგებლო იყო თქვენთვის ამ ხრივაც, რომ ამდენი ულშემატკივარი უყურებდა. ანუ ჩვენ როცა გამოვედით მოედანზე, იმდენად კაი ურთიერთობა ჰქონდა ფეხბურთელებთან ერთად, რომ არანაირი ნერვიულობა არაფერი არ ქონია. ეგრე კარგად მოგვიდგა ზანეტი, კამბიასო, galante როცა ჩამოვედით იმაში, შვილი ვიტყავხარო და მიზახა და ძალიან თბილად ვიყავი მაგასთან მე პირადად და ანუ არანაირი ნერვიულობა არ ქონია. მარტო მოგებაზე ვიყავით გადართულები. ამ შემთხვევაში. ნამდვილად შვენიოდაც გამოგივიდეთ გამოსვლა, როგორც ვთქვი, ლეგენდებთან ერთად. ასევე მინდა კითხოთ იმაზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანი იქნება ეს თქვენთვის ყოველდღიურ ცხოვრებაში, სამომავლოდ. ბუნებრივია, რომ ასეთი ემოციები ალბათ ერთ-ერთი პირველი იყო თქვენ ცხოვრებაში და სამუდამოდ გავყვებათ, არა მარტო კარიერის, არამედ ცხოვრების მხრივაც, თუმცა ამოდროულად რამდენად მოგემატათ მოტივაცია და აგიმაღლდათ მოტივაცია იმის შემდეგ, რაც ნახეთ იქ და რამდენად გაგიჩნდათ იმის სურვილი, რომ ერთ დღეს უკვე პროფესიონალურ დონეზეც ლეგენდარულ ფეხბურთელებთან ერთად ან მათ პირისპირ ითამაშოთ. რა თქმა უნდა, და მოტივაცია და სტიმული იმისა, რომ ესეთ მათ დონეზე ვითამაშო, მათთან მიახლოებულ დონეზე მაინც ვითამაშოთ, ანუ თუ შესაძლებელია უკეთესე, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ჩვენ ნახეთ როგორი კარგი იყო თუნდაც ის 2 დღე თუ 3 დღე რაც ვიყავით მათთან ერთად, რამდენად ბევრს ნიშნავდა ჩვენთვის გარშემო ბავშვებს რა ემოცია უგროვდებოდა და რა ემოციაში იყვნენ ამ ლეგენდებს რო ხედავდნენ და ჩვენზეც იმოქმედა ამან და რა თქმა უნდა უფრო მეტი მოტივაცია მოგვცა იმისთვის, რომ გავხდეთ უკეთესები. თუნდაც ეგ ხელმოწერები, აი ფოტოები რო გადაგვიღეს, ძალიან აგვიმაღლა მოტივაცია მაგ ხრივ.
ნამდვილად მithuedas რომ ასეთი ლეგენდების მხარდამხარ ხარ იდექით და თამაშობდით კიდევაც თქვენ საყოველთაო საქმეს აკეთებდით. უნდა ვახსენოთ აუცილებლად ინტერის აკადემია, საიდანაც ბუნებრივია რომ მოხვდით ამ შეჯიბრებაში და ვის სახელითაც იასპარეზეთ, ორივე ინტერის აკადემიის ფეხბურთელები ხართ, თქვენი გამოცდილების შესახებ რომ მოგვიყვეთ. არ არის დიდი ხანი რაც ინტერის აკადემია არსებობს საქართველოში, თუმცა უკვე ერთ-ერთი წარმატებულია, უკვე კონკურენციას უწევს სერიოზულ აკადემიებს და ბევრ შეჯიბრებასაც იგებს ინფრასტრუქტურიდან და სხვა შედეგებიდან გამომდინარე, ბუნებრივია რომ ერთ-ერთი მოწინავე აკადემია საქართველოში. თქვენი გზაა რომ მოგვიყვეთ ორივემ როგორ მოხვდით ამ აკადემიაში და რამდენად მაყოფილი ხართ, რამდენად აყოფიერია იქ გატარებული პერიოდი თქვენთვის. პირველ რიგში მადლობა მინდა გადაუხადო ინტერის აკადემიას და New Vision უნივერსიტეტს, ნდობა რომ გამოიჩინეს ჩვენს მიმართ და წაგვიყვანეს გერმანიაში. ჩემი გზა როგორ დაიწყო? საურთაოს აკადემიაში ვიყავი თავდაპირველად და ინტერის აკადემია როცა გაიხსნა, წავედი სინჯებზე. იტალიას მოვეწონე და დამირეკეს მითხრეს რომ მოგვეწონეო და დარჩი ჩვენთან გუნდშიო და კაი გადაწყვეტილება მივიღე რომ დავრჩი მან ინტერის აკადემიაში მომავლისთვის. მსხვილი სპეციალისტის ჩარევლაც ყოფილა უნდა საჭირო და მნიშვნელოვანია ყველაფერში. დაჩი თქვენ შესაძლებელს რომ გვიანბათ. დაახლოებით 1 წლის წინ რამდენიმე აკადემიას შორის ვაკეთებდი არჩევანს, ვიყავი რამდენიმე სინჯზე, რამდენიმე შემოთავაზე მომხდარა და საბოლოოდ აქაური სიტუაცია, ინტერის აკადემიის სიტუაცია, წვრთნელების მოპყრობა, წვრთნელებთან ურთიერთობა გახდა ის განმაპირობებელი, რის გამოც მე ინტერში დავრჩი და ეს ერთი წელი, რაც ინტერში ვარ, ჩემთვის ძალიან წარმატებული იყო, ყველა მხრივ წარმატებული იყო. თუნდაც ჩემ პირად ცხოვრებაში, კარიერულ ცხოვრებაში თუ აკადემიურ ცხოვრებაში. ნამდვილად და ბოლოს აუცილებლად უნდა გკითხოთ იმის შესახებ, რომ ერთი წელი გავიდა, უკვე ცოტა მეტიც, რაც საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე გავიდა, ამის შემდეგ ფეხბურთის მიმართ დაინტერესება ბევრად გაიზარდა საქართველოში, არც აქამდე იყო ნაკრები ფეხბურთი ყოველთვის განსაკუთრებით უყვარდათ ქართველებს, თუმცა რა თქმა უნდა ნაკრების წარმატებამ კიდევ უფრო მეტად მოიცვა ქვეყანა და თქვენთვის აი ამ ყველაფრის ყურება ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების ნახვა რამდენად მნიშვნელოვანი იყო და ამანაც რამდენად მოგივატათ мотиваცია, რომ საკუთარი შესაძლებლობები გაგეუნჯობესებინათ და შემდეგ ალბათ ერთ დღეს ნაკრებში თამაშიც ბუნებრივია უნდა იყოს თქვენი ერთ-ერთი მიზანი და ოცნება. ალბათ ის ერთი კვირა, ეს ზაფხულში ის ერთი კვირა, როცა ჩვენ ნაკრების თამაშებს ვუყურებდით, იყო ერთ-ერთი ყველაზე ბედნიერი დროის მონაკვეთი, რაც მქონდა მე და რამაც ყველაზე მეტი мотиваცია მომცა და სტიმული ზუსტად. როცა ვუყურებდი ამდენი ხალხი როგორ გაერთიანდა ნაკრების საგულშემატკივროდ, როგორ უყურებდნენ, როგორ ხალისობდნენ, ყველას როგორ უხაროდა, ეს ძალიან დიდი мотиваცია იყო. ძალიან დიდი პლუსია საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე რო გავიდა, იმიტომ რომ უცხოური გუნდები უფრო შემოხედავენ ჩვენ პატარებს და კიდევ უფრო პატარებს, უფრო მეტი პერსპექტივისთვის და უკვე ევროპის ჩემპიონატზე გავედით და ძალიან მაგარია.